A და B კატეგორიის ტაქსის მფლობელები, რომლებიც 2025 წლის 1 ნოემბრამდე სანებართვო მოსაკრებელს არ იხდიდნენ, ჯარიმები ერთჯერადად ჩამოეწერებათ. თბილისის მერიის ინიციატივას, რომელიც 29,000 მიმდინარე საქმეს ეხება, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის მაია ბითაძის განმარტებით, ამნისტია ერთჯერადი იქნება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ჯამურად 8 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმებს შეეხება. ტაქსების რეგულირება დედაქალაქში დაიწყო 2018 წლიდან, მაშინ როდესაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა აღნიშნული საქმიანობა, რამაც გარკვეულწილად ძალიან პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, როგორც საკითხის ზოგადი დარეგულირების, ასევე თვითონ ტაქსის ლიცენზიის ფლობის ნებართვის კაპიტალიზაციის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში, ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე არის შესული სწორედ ამ მოსაკრებლებიდან, მაინც იყო დიდი რაოდენობა, როდესაც როგორც A, ასევე B კატეგორიის ნებართვის მფლობელები არ იხდიდნენ სანებართვო მოსაკრებლებს ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის იყვნენ დაჯარიმებულები. დაახლოებით 8 მილიონ ლარზე არის საუბარი, როგორც ისევე B კატეგორიისთვის გაერთიანებულად. 23 წლის შემდგომ აღარ გაიცემა ტაქსის ნებართვების საერთო დედაქალაქში. არის დაახლოებით 18-17,000 ადამიანი, ვინც ასეთ ნებართვას ფლობს. შესაბამისად, ერთჯერადად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელებისგან 25 წლის 1 ნოემბრამდე, ვინც ჩაიდინა აღნიშნული სამართალდარღვევა. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ერთჯერადი ქმედება იმისთვის, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა უკვე რეგულირებადმა ბიზნესმა, რომელმაც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის და გადაადგილების თვალსაზრისით, იქნეს, ასე ვთქვათ, ამნისტირებული ირიბად. ქალბატონმა მაიამაც თავად აღნიშნა, რომ ძირითადად კანონის უპატივცემულობის გამომხდაო ეს სიტყვები თქვი ზუსტად თორსტებიდან. მაშინ გამოდის, რომ კანონის უპატივცემულობას ხო არ ვახალისებთ. ბატონ გიორგი, ერთს გირჩევთ, რომ თქვენ იშრომოთ იმისთვის, რომ რეფორმები ან წინადადებები რეფორმების თაობაზე თქვენმა პარტიამაც წარმოადგინოს. ოღონდ ერთი მაინც, ოღონდ ისეთი, ერთი წუთი თუ შეიძლება მიკროფონი გამორთეთ, მე ვსაუბრობ. ოღონდ ისეთი, რომელიც გამყარებული იქნება არა პოლიტიკური კეკულწობის იმ მასშტაბით, რითიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გამოირჩევით, არამედ რეალური მონაცემებით. აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომ გემუშავათ, გეცოდინებოდათ, რეფორმები ყოველთვის თანდევია გარკვეული ამნისტირების მექანიზმებით, იმიტომ რომ სხვაგვარად რეფორმის წარმატება შეუძლებელია, ისევე როგორც ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც თითოეულ რეფორმას, ასე ვთქვათ, ხვეთს.